მე ვარ ენრიკე შანთაძე 11 წლის. ვსწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა რაგბის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ჩაქვრის გუნდში. იმიტომ მომინდა რაგბზე შესვლა, რომ როდესაც ვუყურებდი ტელევიზორში, მეც მომეწონა და შევედი. ხშირად ვუყურებ ნაკრების თამაშებს და მეც მინდა ნაკრებში ვითამაშო. ჩემი მწვრთნელია ნუგო ლორთქიფანიძე. მხიარულიც არის, მეგობრულიც არის და როდესაც რამეს დააშავებ, კეთილგანწყობით გიპასუხებს. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ისე კომფორტულად თავს ვგრძნობ შეტევაში. სწრაფიც ვარ, ძლიერიც ვარ და ბევრი ლელოც დამედია. ერთი ლელო დღემდე განსაკუთრებით მახსოვს. 3 კაცი იდგა რა წინ და სამივეში რო გავძვერი და ლელო დავდე. უკვე მქონდა 20-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამახსოვდა ბათუმთან რომ მოვიგე 6-4. ამ თამაში დავდები ლელო და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი გეგმაა რომ რაგბი კიდევ ვითამაშო 2 წელი. მე იმიტომ გამოვალო მინდა ფეხბურთზე შევიდე. იქამდე ალბათ ციხისძირში შექმნიან ფეხბურთის გუნდს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბუდუ ზივზივაძე. საყვარელი გუნდია ლივერპული. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ბეტმენი. ახლა მინდა ვიყო 15 წელს. იმიტომ რომ დავიწყებ ფეხბურთის პროფესიონალურ კარიერას. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, ჩემი 2 და დედაჩემი და მამაჩემი. კიდევ მინდა ყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია სანდრო. ის არის ჭკვიანი, ცელქიც არის და მოხერხებულიც არის. ჩემი აზრით სანდრო რო გაიზრდება, გამოვა კარატისტი. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, პრანჭია, ცელქი და ნერვების მომშლელი. მე ნერვებს ვისლის, როდესაც რაღაცას ვამბობ და ისიც იმეორებს. ჩემი აზრით ელენე რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავა. უმცროსი და არის 5 წლის და ქვია სოფია. უყვარს ჭამა, არის ლამაზი და საყვარელი. სოფია ალბათ კაფეში იმუშავებს მინტარად. მამიკო არის ჭკვიანი, სტუმართმოყვარე, მოკეიფე, კიდე და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, ჭკვიანი, გემრიელ საჭმელებს აკეთებს და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ისე ჩემი საყვარელი შეცვლილია ბურგერი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს შაურმას. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი მოსაწონი არავინ არ მიპოვია. მე რო გოგო მომეწონოს, უნდა იყოს მაღალი, ქერა, ჭკვიანი და ლამაზი. და კიდე მოხერხებული. ცოლს რო მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს და ვარქმევ სანდროს, ნიკას და ლიას. ჩემს ცოლს და ვარქმევ ნინის. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ არიან მოწესრიგებული მასწავლებლები და კარგად უხსნიან ბავშვებს, რაც უნდა გაიგონ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მათი შაინიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნისა სურმანიძე. ყველაზე მშვიდი არის თაკუ მახარაძე. ყველაზე სელქია როდარ დავითაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და მეგობრული. სიკეთეების გაკეთება ჩემი ჰობია. ერთხელ ქუჩაში იდგა კაცი, ფულს ითხოვდა და დავეხმარა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გაკეთებული სიკეთე. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის შოვი დედოფალი. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. წერალი რო ვიყო, წიგნს დავწერდი სიკეთეზე. ეს წიგნი ქებდა ჩემს ცხოვრებას. როდესაც ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, ვიყიდი სასახლეს, მანქანას და ვიმოგზავნებ მთელ სოფლიოში. პირველ რიგში სამოგზაურო წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რატო ვარ კარგი ბიჭი? მე იმიტომ ვარ კარგი ბიჭი, რომ ვაკეთებ სიკეთეს, ვარ მხიარული და მეგობრული. კიდე მიყვარს საქართველო, ჩემი ოჯახი და კარგი საქმეები. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია იუთუბერი ამიკო ზარქოა. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 18 წელს რო გავხდები, ვიყიდი შავი ფერის BMW-ს M4-ს. დიდი ალბათობით ამ მანქანად მოვიყვან ცოლს. ის მაღალი რო იქნება და ლამაზი. ბედნიერება არის საჩუქრები, სიკეთის გაკეთება და დედიკოს შეხვედრება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.